მოგესალმებით. გარკვეული დროის შემდეგ მე ისევ ვანახლებ ინტენსიურ გადაცემებს. იყო გარკვეული წიგნი უნდა დამემთავრებინა, უკვე ჩაუბარე და ამ დღეებში ჩამოიყრება, კიდე რაღაც განსაკუთრებული საქმეები იყო, ასე რომ ვფიქრობ, რომ იმ საერთო მდგომარეობას, რაც იყო, დიდი ანალიზები არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი არის ფაქტობრივად საპერსპექტივოდ გამზადებულ ძალზე რთულ მდგომარეობებში. დღეს უკვე გარკვეული ეტაპები იქნა გავლილი. დიდი შვიდეულის შეხვედრა იყო ირანის შეერთებული შტატების მემორანდუმისა და შეხვედრის რაღაც შედეგებია გამოკვეთილი უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში, რაღაც გამოკვეთილია ევროპის საქციელში, გამოკვეთილია და მე ეს ყველაფერი მაინტერესებს მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ უკავშირდება ეს ქართულ სახელმწიფოს, როგორია საქართველოს დღევანდელი ვაი ხელისუფლების პოლიტიკა და ჩვენ გავანალიზებთ ზუსტად იმას, თუ რა ხდება გარეთ. მომწონს მე ის რაც ხდება, არ მომწონს ამას არაერთხელ მიდგომს, არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია და მთავარი არის ის, თუ როგორ აისახება ეს საქართველოზე, მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე და უნდა გითხრათ, რომ აქ უნდა დავალაგოთ ყველაფერი. რა მდგომარეობა დღეს? დავიწყოთ შეერთებული შტატებით, ისრაელი, შეერთებული შტატების ერთობლივი მოქმედებით 28 თებერვალს განხორციელდა შეტევა ირანზე, ძალიან სერიოზული შეტევა იყო და გავიდა სულ რაღაც არასრული 4 თვე და შედეგი სახეზია. იმისათვის, რომ არა ჩემი ანალიზები გავამართლო, არამედ დღევანდელი ფაქტი აგიხსნათ, მხოლოდ ორ რამეს დავეყრდნობი, რომლებიც დღეს წერენ იმას, რაზეც მე თვეების წინ კონფლიქტის დაწყებისას, კონფლიქტის შემდეგ დავწერე. ეს არის foreign affairs-ი, საგარეო პოლიტიკა, რასაც ქვია, ამერიკული უსერიოზულესი გამოცემა და კონსერვატული გამოცემა საფრანგეთისა, მსოფლიოში ცნობილი Le Monde. ორივე ფაქტობრივად ერთნაირ ანალიზს აკეთებს, რომ შეერთებული შტატების ის მდგომარეობა, რომელიც მან მიიღო ამ სრულიად გაუაზრებელი და არაფრით მოტივირებული ომი, აი ასეა შეფასებული, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. და მესამე წყაროს მე რობერტ კაგანს დავიხმარებ. რობერტ კაგანი საერთოდ ერთ-ერთი ღერძული ფიგურა არის ამერიკულ ნეოკონსერვატულ პოლიტიკაში, ძალიან გავლენიანი. მისი შეფასებები არის უმძიმესი და იგი პირდაპირ ამბობს, თუ რამხელა სტრატეგიული შეცდომა და მარცხი განიცადა შეერთებულმა შტატებმა. იგივე წერს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკა ამერიკისა, რომელშიც თავმოყრილია საგარეო პოლიტიკის ამერიკის ყველაზე დიდი ელიტა, რომელიც შეიძლება ამ წუთში თანამდებობაზე არ არის, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, მათი პროფესიული დონე ძალიან მაღალია. სტრატეგიული პოზიცია შეერთებული შტატებისა შეირყა, შეერთებული შტატები რა თქმა უნდა არსად არ მიდის, მაგრამ ეს ის შეერთებული შტატები არ იქნება, რაც იყო 28 სექტემბრამდე, რადგან მისი გავლენა მსოფლიოში და მისი უნარი მოახდინოს გავლენა იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც მისთვის სტრატეგიულ რეგიონებში, როგორიცაც ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთი, სადაც ის დომინირებულ მდგომარეობაში იყო ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ფაქტობრივად მოიშალა და ნახეთ როგორ აფასებენ ისინი, რასაც მე თავის დროზე ზუსტად ამ სიტყვებით ვამბობდი, რომ შეერთებული შტატების გავლენა ახლო აღმოსავლეთში შემცირდება და
ამ შემცირების შედეგია, რომ ამერიკის პარტნიორები სპარტეთის ყურის ქვეყნებში და მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში ეძებენ, რომ გადაათამაშონ პოლიტიკა, იმიტომ რომ მხოლოდ შეერთებული შტატების იმედად ყოფნა მათ უკვე არაფერს არ აძლევს, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უარს იტყვიან ამერიკელებთან ურთიერთობაზე, მაგრამ დივერსიფიცირება ხდება საერთო მათი საგარეო პოლიტიკისა, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამო, დაიბომბნენ, უზარმაზარი ზიანი მიადგა და ასე შემდეგ, ეხლა უკვე სხვა გზას ადგებიან. ამ მომენტს მინდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ საერთო გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილება საქართველოში უნდა ახდენდეს გავლენას ხელისუფლების პოლიტიკაზე. ხელისუფლება დღევანდელი საქართველოსი კი არის აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობას ხას უსვამ. არაფერი ამ ხელისუფლებასთან პიროვნული რაიმე არ გამაჩნია, მე უბრალოდ ვაღვწერ შედეგს, იმიტომ რომ რაზე ლაპარაკობენ ყოველდღე, არა იმაზე თუ რა ხდება მსოფლიოში, არამედ იმაზე თუ როგორ ურთიერთობაში არიან ევროკავშირთან, როგორ არასწორ რეზოლუციებს იღებს ევროკავშირი საქართველოს მიმართ და ასე შემდეგ. და დღევანდელი თვალთახედვითან ევროკავშირი გატანილია საერთოდ იმ არიდან, სადაც მსოფლიო პოლიტიკა წყდება. ანუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩაციკლულია ევროპასთან ურთიერთობაში, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და მე ერთ კითხვას მივაბავ შემდეგ ამას, როცა მოვჩები, რაც მინდა ეხლა გითხრათ, სომხეთის საკითხთან დაკავშირებით იყო კითხვა. რას მივაწეროთ ეს? მსოფლიო შეიცვალა, საქართველოს ხელისუფლების აზროვნება არ შეცვლილა, ისინი მისტირიან ევროკავშირს, მზად არიან ამ 2 დღის წინ მოვისმინე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მოადგილე ყოფილა, ალბათ 70-იანი წლები რომ იყოს ამ გოგონას ეკა იყო ასეთი თბილისის კომიტეტი, კომკავშირის კომიტეტი. მე მგონი სწორად მახსოვს, აი იმის აქტივისტი იქნებოდა, იმიტომ რომ ზუსტად გამოხოხებული ის კომკავშირელია, რომელმაც ლეწა თვითონ დიდი დიპლომატი და პოლიტიკოსი იყოს თურმე, რომ ერთი რამ როგორც კი გვეტყვის ევროკავშირი, იმიტომ განვაახლებთ იმავდროულად განვაახლებთ მასთან ურთიერთობას. ესე იგი, პრობლემა, რის გამოცაც ევროკავშირი არის ბრუნვაში 7-ვე ბრუნვაში დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას წინ ელოდება არჩევნები და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ამ არჩევნებს, აღიაროს ის გაყალბებული შედეგები, რასაც ხელახლა დადებენ აუცილებლად და ეს იწილო გამომდინარეობს სწორედ აქედან. საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს პერსპექტივა უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფრით არ არის განხილვის საგანი და ამ დროს საქართველოში წამოვიდა ტენდენცია, რაც ზერელობის უმაღლეს დონეზე არის ასული, რომ რა სარგებლობას მიიღებს საქართველო რუსეთის მარცხის შემდეგ და იწყება ის დემაგოგია და ის ისტორიული აბსოლუტურად ესე იგი ეკლექტიკური პარალელები და რომელიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არის დღევანდელობასთან და ჩნდება ის აზრი, რომ უკრაინა იგებს ამას, თურმე კარგად მიდის საქმე და ასე ამ დროს მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ადგილს, ვერც ერთ ქვეყანაში შეერთებული შტატები აიღეთ, თუ გნება ევროპაში აიღეთ, ვისაც ოდნავ მაინც სჯერა,
რომ უკრაინა იგებს ან რუსეთი მარცხდება პირიქით საფრთხეები. ეს ჩემი შეფასება სულაც არ ნიშნავს ვინმეს მოსწონს რუსეთი თუ არ მოსწონს რუსეთი. ეს არის რეალობა. ამ რეალობის წინააღმდეგ წასვლა და იმაზე დახარჯვა იმ არაპროფესიული ინტელექტის აბსოლუტურად უაზრო იმისა, რომ რაც მოიგებს საქართველოს, მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ რუსეთი დამარცხება, როსტოვან და ქართველების იყო და ყველაფერს წამოვიღებთ აქეთ, ხო სწორია? თუ ვაშა პატრიოტიზმია, ვაშა პატრიოტიზმი იყოს, ხო? ვერ დამარცხდება რუსეთი ამ ეტაპზე, დამარცხდება ევროპა, იმიტომ რომ ევროპა მიდის დიდი ომისკენ რუსეთის. ჩართულია თავიდან ბოლომდე იმ კონფლიქტში, რომელიც თავადვე წამოიწყო უკრაინაში და ეხლა სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მობილიზაცია მოახდინოს და ამას უკვე ღიად აკეთებენ. ნამდვილად მოიძებნა სახსრები, თუმცა ვერ გეტყვით რა გამოვა, ყოველ შემთხვევაში მონახაზი უკვე გაკეთებულია, რომ 2030 წლამდე 800 მილიარდი დოლარი ჩაიდოს ევროპის სამხედრო კომპლექსში და იარაღის მწარმოებელმა ყველა ფირმამ ძალიან სერიოზული დაფინანსება მიიღოს. რისთვის უნდა დაიხარჯოს კოლოსალური ფული? ცხადია, დღეს არ არიან მზად, დღეს ვერ შეძლეს რუსების დამარცხება, რომელსაც უზარმაზარი პრობლემები აქვს, წინ არის ფიქრობ, რომ რუსეთს პრობლემები არ აქვს და ძალიან არხეინად და არ არის არხეინად, იმიტომ რომ საშინლად უვარგისი ხელისუფლება ყავს. ისეთივე უვარგისი ხელისუფლებაა რუსეთში, როგორც საქართველოშია უვარგისი ხელისუფლება და ეს ხელისუფლება უქმნის რუსეთს კოლოსალურ საფრთხეებს, რადგან ის ვერ შეედრება ვერ შეერთებულ შტატებს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ძალიან სუსტი მმართველობის მქონე ტრამპის მმართველობა ნამდვილად არ არის ძლიერი. თქვენ უნდა ნახოთ რა ამბავია, აი მაგარაც არის ის მოძრაობა, როგორი მტრული განცხადებებია ისრაელის მიმართ. ადრე დემოკრატები იყვნენ აღრენილები ისრაელზე, იმიტომ რომ ღაზას სექტორში და საზღვრებაზე ჩადიოდა ისრაელი და ეხლა უკვე მარჯვენა ფრთაც წამოიქოჩრა და მე ვფიქრობ, რომ ისრაელის ამ მესიანურმა ომმა, რომელმაც მართლაც კოლოსალურ რაღაცას მიაღწიეს, არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი აზრადაც არ ფიქრობდა ჩართულიყო ამ ომში, იმიტომ რომ ყველა მონაცემით ეს ომი იქნებოდა წამგებიანი და ამერიკის პრეზიდენტს დღევანდელს თავიანთი უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისთვის ყური რომ მიეგდო, ისინი ზუსტად იმას ეუბნებოდნენ, რაც დაემართა შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატები ირანში დამარცხდა ძალიან სერიოზულად, ისევე როგორც ძალიან სერიოზულად დამარცხდა იგი უკრაინაში. ეხლა თანმიმდევრობით განვიხილოთ რა ხდება. დაფინანსება უკრაინისა ფაქტობრივად შეუფერხებლად მოხდება. იმიტომ რომ ჯერჯერობით წინააღმდეგ უბის რესურსი არის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნატო უშუალოდ არის ჩაფლული, ეხლა უკვე ნატოს წევრი ქვეყნებიდან იგზავნება ის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ბომბავენ რუსეთის შიგა ტერიტორიას. მე არ ვიცი რა გათვლა აქვთ რუსებს და რა შეთანხმება არის ანკორიჯში ალიასკაძე მიღებული, მაგრამ გუშინაც რუსეთის პრეზიდენტმა ახსენა, როდესაც აფასებდა უკრაინელებთან კონფლიქტის მოგვარების საქმეში ევროკავშირის ჩართვას. განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ამას ესტონელები და ბალტიისპირელები, არავით არ შემთხვევაშიო, გასაგებია ეს ძალიან გავლენიანი ქვეყნებია, ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები ყავთ და რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ჩართულობა შეიძლება იყოს მხოლოდ ანკორიჯის სულისკვეთებით. ანუ ის რაც შეთანხმებული იქნა. ზუსტად რა არის შეთანხმებული, კარგად არ მესმის, მაგრამ როგორ იქცევა რუსეთი ამ თავისთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში,
ეს შემთხვევით კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ შემთხვევით არ დაიწყეს საუბარი ამერიკაში ცნობილმა მიჩ მაიერმა და არა მარტო მან, რომ იმისთვის რომ პარიტეტი იქნეს აღდგენილი და უსაფრთხოების კონტურები შეთანხმებულ რეჟიმში იქნეს დაცული, რუსებს აუცილებლად მოუწევთ ევროპაში ატომური იარაღის გამოყენება. ესე იგი, ყველა მონაცემით დღეს მე შემიძლია ძალიან დაზუსტებით გითხრათ, ევროპა მიდის დიდი ომისაკენ. იგი ემზადება ღიად ამისთვის. ყველაფერს აკეთებს. უკრაინა მათ ჭირდებათ დაახლოებით კიდევ ერთი 4 წელი, სანამ ისინი იგრძნობენ თავს, რომ უკვე მზად არიან რუსეთთან საბრძოლველად, მანამდე მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ზელენსკის ხელისუფლება არ დაემხოს და მათ გადადგეს ახლა ნაბიჯი, დააკვირდით, ფონ დერ ლაიენმა მოითხოვა მანდატი რუსეთთან ურთიერთობისთვის, ამაზე ძალიან უკმაყოფილო დარჩა კანცლერი გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტი, მაგრამ რა უნდათ ევროპელებს მოლაპარაკება რუსეთთან, ევროპა არაფერში არ მოელაპარაკება რუსეთს, იმიტომ რომ არანაირად არ აწყობს რუსეთთან მოლაპარაკება, არ აწყობს კონფლიქტის დასრულება, რატომ? მისი მთავარი მიზანია არ დაუშვას რუსეთის მიერ უკრაინის დამარცხება, რომელიც უკვე გაფორმებული იქნება როგორც მარცხი, ამიტომ ისინი წავლენ ყველაფერზე, წავლენ ყველანაირ კონფრონტაციაზე. შეერთებული შტატები თითქოს და დისტანცირებული იქნა ამამდე, მაგრამ ბოლო დიდი შვიდეულის სამეცნიერო სულ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ირანში მარცხის შემდეგ და ირანისადმი სიტუაციის შერბილების გამო დაეთანხმა ევროპის ლიდერებს, რომელთაც ის დასცინოდა კიდეც და იგი მზად არის კვლავ დაეხმაროს უკრაინას. ესე იგი, თუ ამერიკელის დახმარება იქნა, ევროპელები ყველაფერზე მიდიან, რომ დახმარება არ შეწყდეს, უფრო მეცაც გეტყვით, ინგლისელები ცდიან ძალიან სერიოზულ დიდი დისტანციის მქონე რაკეტას, რომელიც უნდა მიეწოდოს უკრაინას და უკრაინელებს უკვე თავისუფლად შეეძლება არა მხოლოდ მოსკოვის უკვე სარაკეტო და არა უპილოტოებით დაბომბვა. მე არ ვიცი ამას რა შედეგი მოყვება, თვითონ ინგლისში ძალიან შეშფოთებული არიან ამაზე, მაგრამ ომი ღია ტექსტით არის, ნატოს ჩართულობა უკრაინაში ღია ტექსტით არის, დახმარება ღია ტექსტით არის და რატომ ვახსენებ ამას მე? რუსეთი და ევროკავშირი როგორ გასწორდება ერთმანეთთან, ეს მათი პრობლემა. ჩვენა ვართ ჩართული ამ უაზრობაში, ჩვენა ვართ იმის მოსურნე, რომ ევროპელები, არა და ევროპელები გეუბნებიან, გინდათ ჩვენთან იყავით ჩვენნაირები, ოღონდ გააკეთეთ ის, რაც ევროპას სურს. რა სურს ევროპას? ის რომ საქართველო არის პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ანბანური რამ და ამაზე რაიმე სერიოზული საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს. მაგრამ არის შემდეგი რამეები, რაცაც ევროპული ორიენტაციის საქართველოს ხელისუფლება ორიენტაციას ჭყალებში უნდა ვიხმაროთ, იმიტომ რომ არასერიოზული საქმეა. ეს ეგრეთ წოდებული შინ მიმავალი გამოზრდილი ახალი კომკავშირი, რომელიც თურმე ევროპული ორიენტაციისა, ჩვენა ვართ ჯანდაბის ორიენტაციის და ისინი არის ევროპული ორიენტაციის. სამი რამ, რომელიც უკვე არა 13 წელია, არამედ 23 წელია ძირს უთხრით საქართველოს, ის რაც არის დავალება, იმიტომ რომ შენ ძალით არავინ მიგათხრებს ევროპაში. მათ აქვს გეოპოლიტიკური ინტერესები. მართალია, არავითარ გეოპოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, ეს საქართველოს მარიცის მხოლოდ, მაგრამ ცდილობები აქვს. გეოპოლიტიკაზე ჯერჯერობით შესუსტებული, მაგრამ გავლენას ახდენს მხოლოდ შეერთებული შტატები, ჩინეთი
მეტნაკლებად რუსეთი და რაც ითხოვს ევროპა. მოდი ვის დავაბრალოთ ჩვენ ის ბოდვა, რომელიც ქართულ ტელევიზიებში ევროპის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, და რა გინდა შენ ეუბნები, ხო? ევროპელები გეუბნებიან, თუ თქვენ გინდათ საქართველოს უნდა ევროპაში, მაშინ თქვენ უნდა შეასრულოთ სამი რამ. თუ არ გინდა არ შეასრულოთ, ხო? გინდა. რა არის ეს და აკეთებს ამას ხელისუფლება, თუმცა ათასნაირად ჩმალო. პირველი, არავითარი შეზღუდვა მიწების გაყიდვაზე არ უნდა იყოს. ეს სრულდება უკვე დიდი ხანია, ამაზე ერთი ამბავი ჩვენც ავტეხეთა, მანამდე ხალხი გაიძახოდა ამას, ამონაწერებია ათასობით, ქვეყანა იყიდება ევროპელების დავალებით, რადგან მიწის გაყიდვა აქ აჩენს მიწის ახალ მესაკუთრეს და მიწის მფლობელობის გაფორმების შემდეგ თუ უმცირესობაში გადასულ ქართველებს მიწაც აღარ ექნათ, ცხადია ისინი დაასრულებენ თავის არსებობას საქართველოში. მეორე, რასაც გთხოვს ევროპა და მოითხოვს, ბატონო, ერთ გთხოვს, მოითხოვს, იმიტომ რომ შენ გინდა იქ. ეს არის სრული თავისუფლება, არავითარი აკრძალვა, არავითარი საწინააღმდეგო პროპაგანდა, ეგრეთ წოდებული LGBT იდეოლოგიისადმი, LGBT თანამეგობრობისადმი და ასე შემდეგ. ამას აკეთებს წინა ხელისუფლება, თლად ვერ ბედავდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ აუშვა და LGBT-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტია, თუმცა მესამეს ვიტყვი და შემდეგ რა არის შემაკავებელი საქართველოს. მესამე მოსახლეობასთან დაკავშირებით, მის წმენასთან დაკავშირებით, რომელიც საუკუნეებში იღებს საფუძველს, ევროპელები მკაცრად მოითხოვენ, ან მართლმადიდებლური სარწმუნოება გათანაბრდება ყველასთან ერთად, ან და იგი დაკნინებული იქნება, ანუ ქართული საპატრიარქო ეკლესია დაიყვანება იქამდე, რაც არის სხვა, ეს არის საუკეთესო წინადადება მათი აზრით, მაგრამ უფრო მეც ითხოვენ, ეკლესია უნდა იქნას უსაშველოდ შევიწროებული და მისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე უნდა იქნას ნიველირებული. ეს არის ევროპის მოთხოვნა. ცუდია ევროპა, ჩვენ ამას ასე მარტივად ვერ ვისაუბრეთ. ევროპა არის ისეთი, როგორიც არის. რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი, როგორც ქართველი ხალხის წარსულს, კულტურას, მის მომავალს, ქართული სახელმწიფოს მომავალს შეესაბამება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური ანტიევროპული პროპაგანდა არ მარტო უსუსურობა, არა მარტო პოლიტიკური სიყალბეა, არამედ ეს არის შენიღბული თავდაცვის უნარი, იმიტომ რომ ევროპელებს მართლა გონიათ, რომ ამ ხელისუფლებას თუ სურვილი ექნას, სამივე ამ მოთხოვნას შეასრულებს. ევროპელებმა მისმა გამოტვინებულმა ელჩებმა საქართველოში, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე, მის ისტორიაზე, მის ხალხზე, ისიც არიციან, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სად არის ხელისუფლება, არაფორმალურ მმართველს. იმის შიში რო არ კონდეს, რომ ქართველები სამივე ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მართალია ითმენენ, მაგრამ საკმარისია ევროპის მოთხოვნა ღიად გააკეთონ და მაშინ არც არაფორმალურ მმართველს მოელის აქ კარგი დღე და არც დღევანდელ არაკანონიერ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორსაც წარმოადგენს ოცნება, ქართული ოცნება. ერთი ჯგუფი არის, რომელიც თავისთავად კარგი ხალხია, თუმცა პოლიტიკაზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს და რაღაცებს მიგზავნიან ამ ხალხის გადაწყვეტილებაზე და ეს საყოველთაო ესე იგი
გამოკითხვებზე და რეფერენდუმებზე და ასე შემდეგ. ვის თხოვთ რეფერენდუმს? რეფერენდუმის გზა არის სულ სხვა დაალაგებული ქვეყნის გზა. დღევანდელ სიტუაციაში ეს ხელისუფლება არაფერს არ დაუშვებს, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე ავხსენი ზუსტად რა იქნება რეფერენდუმი. ეს იქნება გაძლიერებული ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელიც მოახდენს ძალის დემონსტრირებას, გადაკეტავს რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ ქვეყანას და ხელისუფლებას ეტყვის, რომ აი ეს არის ქართველი ხალხის ნება, ჩვენ მინდა ასეთი სახელმწიფო, თუ ხარ ხელისუფლებაში გააკეთე, ჯერ სანამ რაიმეს გააკეთებ, წესიერი კანონმდებლობა იქნეს მიღებული, საარჩევნო წესიერი ადმინისტრაცია, თამაშის წესები იქნეს შეთანხმებული, ჩავატაროთ წესიერი არჩევნები, რა შედეგიც დადგება, ყველანი დავემორჩილებით ამ შედეგს, დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხებია, რა როგორ უნდა გადაწყდეს. აი, ის, ასე რომ თქვას, მაღვალაკობა საქართველოს ხელისუფლება ეს ევროპის წინაშე რომ ისინი თითქოს ეწინააღმდეგებიან და პროპაგანდა მიიმუშავა, იცით მე ძალიან სერიოზული ადამიანები მეუბნები, ნახეთ როგორ ჩაგრავენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში და ესენი როგორ ეწინააღმდეგები. ესე იგი, ხალხი არის მიამიტურ დონეზე დასული, აბსოლუტურად არ უნდა რეალობის აღქმა, რაშია საქმე, არადა საქმე იმაშია, რისთვისაც ემზადება ევროპა. ევროპა ემზადება რუსეთის ომისათვის. რუსეთის სიმდიდრეების გარეშე. რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება და სიმდიდრეების სარგებლობა რომ უნდათ, რუსეთს მეტი კი არაფერი არ უნდათ ევროპასთან დაალაგონ ურთიერთობა და გაყიდონ ეს ყველაფერი და ფული აკეთონ, მაგრამ თვითონ რუსეთის ხელისუფლება კორუფციაში ჩაფლული, ძარცვავენ თავის ქვეყანას, მთელი სიმდიდრე გააქვთ ევროპაში, იქაქვთ ოჯახები, ვილები, ათასნაირი გასაგებია, იმიტომ გამოიყურება სრულიად გაუგებრად რუსეთის პოლიტიკა. ამიტომ სანამ ეს ხელისუფლება იქნება რუსეთში, რუსეთის ყოფნა არ ყოფნის საკითხი თავისთავად დგას, როგორ გაურთულებს ევროპა ამ ყველაფერს, მართალია ევროპა ვერაფერს ვერ წყვეტს, მაგრამ გაურთულებს, იმიტომ რესურსები საკმაოდ დიდია, მობილიზაცია იქნება აუცილებლად, ისინი მარაგებს და ამას შეივსებენ და აუცილებლად იომებენ, კვლავ დამარცხდებიან, მაგრამ იომებენ, იმიტომ რომ სხვა გზა ევროპას არ აქვს. რაც ელის ევროპას, მე არ მინდა ის ელოდეს საქართველოს, ამიტომ მე სულაც არაფერი არ მაქვს ევროპის საწინააღმდეგოდ, ვიყოთ მათთან კარგ ურთიერთობაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ეს მარიონეტული სულისკვეთება, რომ ევროკავშირის წევრი გახადოს საქართველო, არის თავისთავად მანკიერი მცდელობა. ახლა აბა სომხეთმა როგორ მიაღწია დიდ წარმატებასო და ჩვენს ამ შინ მიმავლებს სიხარულისგან აგდა. პაშინიანმა კი ზუსტად თქვა ის, რაც ზუსტად გამოხატავს ევროპის ინტერესებს. სომხეთის ევროკავშირისკენ გზა წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. გასაგებია, სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი რომიტყვი დამდგარი სახელმწიფო, სერიოზული წარმატებების მქონე სახელმწიფო არის აზერბაიჯანი, ის არის დომინირებული ქვეყანა, ეს ორი არ შემდგარი საცოდავი სახელმწიფო, როგორცაც წარმოადგენს საქართველოს, ეხლა სომხეთი მიემატა, მთავარი მიზანი ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებისა და იმ დაპირებებისა, რასაც ევროპა მათ აძლევს, არის ერთადერთი. საქართველოს ზეწოლა ერთადერთი მიზნით კეთდება, შეუამხანაგდეს სომხეთს და ერთად მოაწყონ აქ ის არეულობა, რომელიც ევროპას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის და მოლდოვას დაჩქარება, ტემპი თითქოს და დაჩქარდება ევროკავშირში მიზრება. ეს უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, როცა ევროპა მზად იქნება რუსეთთან საუბრად, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ ჩაივის. ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაპირებები. მაგრამ
ეს დაპირებები შეიძლება რეალობად იქცეს მათ შორის საქართველოს მიმართაც, როდესაც ევროკავშირი უკვე გადაწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ ღია ომს, რომელსაც ევროპის კრახი მოყვება, მაგრამ მე არ მინდა რომ საქართველო ევროპის კრახში მოყვეს, ამიტომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დეფორმირებულია წარმოდგენებში იდეოლოგიის გამო. ეხლა გაჩნდნენ ხალხი, რომლებიც სარგებლობას ეძებენ და ამ მცდარ შეხედულებებს, არ შეიძლება შენი მეზობელი ქვეყნის ხარჯზე კარგია მეზობელი ცუდია, ასია, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. შენ უნდა იცხოვრო ამ გარემოში, მაგრამ როდესაც შენ მუშაობ სხვა ქვეყნის დასაქცევად და არაფერი დასამალი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას არ ყოფნის. არც პოლიტიკური ძალა, არც პიროვნული ღირსება, რომ თქვას, რომ საქართველო არის რუსების მტერი, რუსეთის მტერი სახელმწიფოა. კარგია ეს, ცუდია, ასეა. რას მიიღებს აქედან საქართველო? კარგს ვერაფერს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ რუსეთი ასე ხელაღებით ვერ დაიქცევა. რუსეთის დაქცევას მოყვება სხვა ქვეყნების არაერთი ქვეყნის დაქცევა და გაქრობა. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სად მიდის ეს რიტორიკა. სად მიდის ის კარგად ორგანიზებული თითქოს რუსეთი ეხლა მარცხდება და თითქოს ამაში შეიძლება საქართველოს რაიმე სარგებელი მიიღოს. მე არ საწამსვლელია რომ მე თელ ქვეყანას შემიძლია დაუპირისპირდე, იმიტომ რომ გარდა ჩემი ქვეყნისა წინაშე პასუხისგებლობისა არაფერი არ მალაპარაკებს, არაფერი არ მჭირდება თქვენგან, არც ხმა მჭირდება, არც მხარდაჭერა, ჩვენ მჭირდება და როცა გთხოვთ ქართულ და დიდი გაერთიანებას დაუჭიროთ ხარით საქართველოს. თუ არ გვინდა ეს ქვეყანა დავკარგოთ. ამიტომ ყველაფერი ის რაც ხდება იმის საწინააღმდეგო რამ ხდება საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აზრზე არ არის, სამყარო შეიცვალა. სამხრეთ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთში ბალანსები შეიცვალა მოუბრუნებლად. დასავლეთის ერთადერთი საყრდენი ქვეყანა შეერთებული შტატები იყო, რომელიც რობერტ კაგანის სიტყვებით იმაზე დიდი მარცხი განიცადა შეერთებულმა შტატებმა, ვიდრე ეს ვიეტნამში განიცადა. როგორც ეს 20 წლის განმავლობაში ავღანეთში განიცადა, იმაზე დიდი მარცხი აქვს ერაყში რაც განიცადა. თქვენ აგონია ერაყში მოიგეს, ჰუსეინი ჩამოახჩეს თავიანთი მოკავშირე, 9 თვეს დიეს დანგრეულ ერაყის არმიას და ძლივს შეძლეს მათი დაშლა, ხო? კაგანი ამბობს, ეს არის აი, როგორ იცი? არაერთხელმა გაცნილი ნეოკონსერვატორები, ეს არის მამალი ტროცკისტები. ყველა დიდი ნეოკონსერვატორი იყო იდეური ტროცკიზმი. ტროცკიზმი ამერიკული პროდუქტია. იქ იყო ის უზარმაზარი გავლენის შემქმნელი და ყველა დიდ ქალაქში ორგანიზაცია იყო. კაგანი, რომელიც რეიგანის შემდეგ ნეოკონსერვატორები განაგებენ მთელი ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ამერიკას. ეს კაგანი, რომელიც თავისებურად ამერიკის ძლიერებაზეა მუშაობს, ამბობს ის, რომ ვიეტნამზე დიდი მარცხი განიცადა. დიახ, მე კაგანს ამ შემთხვევაში სრულად ვეთანხმები, იმიტომ რომ ის რაც გააკეთა შეერთებულმა შტატებმა ირანის მიმართ, მაშინ როდესაც მთელი დაზვერვა ამერიკის აფრთხილებდა, რომ ეს არ შეიძლება, ხელისუფლების უცებ შეცვლას ირანში არასერიოზულად აღიქვებდა ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი არასერიოზულ დონეზე. ამ ბოლო დროს მიჩქმარეს ერთი ფრაზა. ბენს და რუბიოს ეკუთვნის სიტყვები, რომ ტრამპი არ იყო თანახმა ირანთან ომის
დაობაზე, მაგრამ ისრაელმა აიძულა ნათანიაჰუზე ამბობენ პირდაპირ აიძულა და ეს უარყო თეთრმა სახლმა ყოველ შემთხვევაში ტრამპის გარემოცვამ რომ ეს ასე არ იყო. მე გეუბნებით, საუბარია ვიცე-პრეზიდენტ და სახელმწიფო დივანზე. ეს მე დავწერე იმ საღამოც, როცა ტრამპმა ეს თქვა. რომ ვარც ვამბობ, იმ საღამოს დავწერე, როცა დილით დაესხნენ თავს. ერთი ამბავი ატყდა, რა პროგნოზისტი ხარ შენ, ერთი თქვი და მეორე მოხდა. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ ტრამპმა თლად ვიწრო წრე შეკრა და მართლაც ნათანიაჰუს ზეწოლა იყო, იმიტომ რომ ეს იყო 40 წლიანი ოცნება ისრაელისა ამერიკასთან ერთად ებრძოლა ირანის წინააღმდეგ და ისრაელის დაძვერვა სერიოზული მარცხის წინაშე დადგა, იმიტომ რომ ყველა გაანადგურეს მთელი ხელისუფლება, მაგრამ შენ ხელისუფლების განადგურებით ერთს ვერ გაანადგურებ, რომელისთვისაც ის ქვეყანა ძვირფასია. ეშელონური პროტოკოლური აწყობილი სისტემა ჰქონდათ მეოთხე დონემდე, ერთი რომ განადგურებული იყო, მეორე რამ უნდა ყოფილიყო, როგორ გადავიდოდა ძალაუფლება და ასე შემდეგ და გამოვიდა ირანი გაცილებით ძლიერი. რა წერია მემორანდუმში თუ სწორად წაიკითხეთ? არბილებს სანქციებს, დაუშვებს ნავთობის გაყიდვას ირანისა. ყველა სანქციას არა, ნაწილობრივი შემსუბუქება იქნება. ბირთვული პროგრამა ხელუხლებელია და მომავალი 60 დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს ესენი. ის წინააღმდეგობის ღერძი, რასაც ქვია ჰეზბოლა, რასაც ქვია სირიაშიც და სხვაგანაც და მათ შორის ჰუსიტები, ეს ხაზი არ დევს შეთანხმებაში. არ დევს შეთანხმებაში ბირთვული პროგრამა, რაკეტული პროგრამა. ლიბანის შესახებ იყო საუბარი, მაგრამ ისრაელმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანის მოლაპარაკება არაფერს ავალდებულებს ისრაელს. ისრაელი აკეთებს იმას, რომ მის გარემოც არაბულ ქვეყნებში, რომლებიც ნაბიჯს დგამდნენ და სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული, რომ ირანთან ბოდიში ისრაელთან შეთანხმება მომხდარიყო არაბული ქვეყნების დიდი უმრავლესობისა. დღეს ყველანი უკან იხევენ ამასთან დაკავშირებით, ისინი ეძებენ ახალ გზებს და თავარი გზა სპარსეთის ყურის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა არის შეეგუონ ირანის არსებობაც და მასთან მოძებნონ გზები. აი რას მიაღწია ირანმა, რომელიც 28 თებერვლამდე იყო სულ სხვა მდგომარეობაში და დღეს უკვე ის არის სხვა მდგომარეობაში. ახლა მე გეკითხებ. ირანი, რომელიც ისტორიული მოთამაშეა კავკასიაში, ირანი, რომელიც საზღვარი სულ ცოტა 750 კილომეტრი თუა, თეირანამდე 1200 რაღაც 50 კილომეტრამდე არც არის კიდე, ხო? ეს უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილება. რაში აისახება საქართველოში ყოველდღე ევროკავშირთან საუბარში? აბა რა ხდება? რას უნდა ველოდოთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებიდან? ის რომ ჩვენი გასაცოდავებული ხალხი დააჯერეს იმაში, რომ deep state-ი ესე იგი ცუდად ექცევა და ისინი მართავენ ევროპას და ისინი მართავენ საქართველოში ამ ოპოზიციას და ოპოზიციას deep state-ი კი არ მართავს. ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მართავს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების საყრდენი იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება ახალ არჩევნებზე თუ არაფერი შეიცვალა, კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში, არის ეს ოპოზიცია. ამ ოპოზიციის გარეშე წესიერი საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში, შეთანხმებული წესების შემთხვევაში, გაუყალბებელი ადმინისტრაციის შემთხვევაში ფაქტობრივად სხვა სურათი იქნება. ამიტომ
რაკი სიმღერა გრძელდება განურჩევლად იმისა, როგორც ხდება ევროპა. ხას უსვამ, ევროპა არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს, სოფლიო პოლიტიკაში მისი გავლენა არის ნულოვანი და ყველგან ხდება ყველაფერი ევროპის ჩართულობის გარეშე. აბა საქართველოს რა უნდა? ქართველებს ყავთ მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ეძებს საყრდენს ევროპაში, რადგან იცის რომ პრობლემები ექნება და მაინც ცდილობს რომ ევროპელების მეშვეობით შეინარჩუნოს თავისი თავი ხელისუფლებაში. ახლა გვინდა ჩვენ ესეთი ხელისუფლება, არ გვინდა, ეს უნდა გადაწყვეტოს ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხი ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, იმიტომ რომ არჩევნების ის სისტემა, ის კანონმდებლობა, რომელიც არის, შანსს არ უტოვებს არავის, მხოლოდ უშუალოდ დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დათანხმდებიან იმ შედეგზე, რასაც უფროსი გადაუწყვიტავთ მან. ცხადი ამისთვის ისინი გასამჯელოსაც მიიღებენ და ამ გასამჯელობისთვის არის დღეს ამდენი პარტია შექმნილი, თუმცა სუფრამდე უამრავს მისავალი არ აქვს, მისავალი იმერულად ვამბობ. დაკავებული აქვს იმ პარტიებს, რომლებიც პროტესტების მე რამდენი დღეა 400 დღეს გადაცილდნენ. რაცა პროტესტებენ, სანაძლეოს დავდებ. აი, ვისაც გნებავთ, დაგიჯდებით, გვერდით ამიხსენით, რაც აპროტესტებთ. ქვეყნის პრობლემებიდან, რომელს აპროტესტებთ, არაფორმალური ხელისუფლებიდან, რომელს აპროტესტებთ, რას აპროტესტებთ, გეოპოლიტიკური ამ უსაშველოდ რთული მდგომარეობიდან რაც აპროტესტებთ, რა ცუდი მიმართულებით მიდის ხელისუფლება და ცუდი მიდის, შეგიძლიათ ამაზე საუბარი? რაიმე უდგას წინ საუბრობთ, ხო ყავთ ეგრეთ წოდებული ცნობილი ექსპერტები, ცნობილი სახეები, ყველას ერთად დაგიჯდებით სასაუბრო. ამიტომ ოპოზიცია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების საყრდენს, ხას უსვა. ჩემთვის ოპოზიცია არ არის. ოპონირება მე ვიცი დამოუკიდებელი ხალხისა, რომლებიც თავიანთი მსოფლმხედველობის ფარგლებში ერთმანეთს ესაუბრებიან პროფესიულად, იდეოლოგიების დაპირისპირება, უაზრობა. ეხლა ადექი და რომელიმე იდეოლოგიის ჯგუფს ესაუბრე, რომ შენი იდეოლოგია არ არის სწორიო, გატო? ვინ პარტიასთან იდეოლოგიაზე საუბარი არ შეიძლება, ის ისეთია. გადააკეთებ მას, ვერ გადააკეთებ. სხვა პარტიას თავისი იდეოლოგია აქვს. გადააკეთებ მას, ამიტომ ჩვენ არ გჭირდება ეს პარტიული დაპირისპირება, ჩვენ გჭირდება პროფესიული საუბარი გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და იმის გააზრება, თუ რამდენად საშიში მდგომარეობაშია დღეს საქართველო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად არ ითვალისწინებს უზარმაზარ ცვლილებას გეოპოლიტიკაში, აბსოლუტურად აქცენტების წანაცვლებას და კვლავ 25 წლის წინანდელ ჭაობში ზის თავისი ამაზრზენი ევროპული ორიენტაციით, რომელიც სრული უაზრობა რაღაც ევროპული ფასეულობებით, რაც საერთოდ სისულელია, იმიტომ რომ ფაქტის სახეზე გვაქვს ევროპის დადანაშაულება არის უაზრობა, სისულელე. შენ გეუბნებიან, გინდა ევროპა, შენ გახადი ასეთი, როგორი ჩვენ ვართ. მართალია ჩვენნაირი ვერ იქნები, მაგრამ რასაც დაგავალებთ, იმას შეცვლებთ. გავალებენ სამ მთავარ რამეს. მიწების გაყიდვა არ იქნება აკრძალული, LGBT იქნება სრული თავისუფლება, ეკლესიას გაანადგურებთ. მანახეთ ქართველები, რომლებიც იტყვიან და იტყვიან, ხო ხედავ, ვიღაცები გამოყავთ, გვარები არ მინდა, არარაობები არის, ასეთი ეკლესია უნდა დაიგრესო. თურმე სომხეთს იმიტომ მიუღწევია დიდი წარმატებისთვის, სომეხმა რო დიდი წარმატებას მიაღწია, ჩვენმა მტერმა მიაღწიოს ისეთ დიდ წარმატებას,
რომ ეკლესია გაანადგურა ფაშინიანმა, რა მაგარი საქმე უკნია ფაშინიანს, რომ ესე იგი სომხური ეკლესია გაუნადგურებია, ხო? ამიტომ გადაგვარების ის ხარისხი, რომელიც გარკვეული კატეგორიის ქართველებში არის, მოითხოვს სერიოზულ გააზრებას, ჩხუბი და დაპირისპირება კი არ უნდა. ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის და არაფერი დისკუსია ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ეს ქვეყანა და ჩვენ დავინარჩუნებთ ამ ქვეყანას, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს. აი კიდე გეუბნებით, საერთოდ ევროპისკენ თავგზა რო გადაიფხვიწოთ თავზე. LGBT და ყველაფერს შეუტიოთ, ვერც ეკლესიას დააკლებთ ვერაფერს, დედაც გიტირებთ ამისთვის, ვერც LGBT-ს გაამუშავებთ აქ და ვერ გააგულავებთ და ვერც ქართულ მიწებს ვერ გაყიდით. ვერ გაყიდით. ეს ჩემი აგრესია კი არ არის. თქვენ იმაზე კი ისეთ რამეზე ასწიეთ ხელი, რომელიც საუკუნეები მილიონობით ადამიანი შეეწირა და თქვენ გონიათ, რომ დღეს ისია დაძაბუნებული ქართველი, რომ იმის ძალა არ ეყოფა, თქვენ ეს არ გაგაკეთებინოთ. კაცო, ჩვენ იმას გვართხო, შენ ჩამოდი და მე მოვალ ხელისუფლებაში, ან ფული მომეცი, ან თან თავში იხარეთ და უკანალში გაიკეთეთ მაგ ფული. გეუბნებით, ნუ ყიდით ქვეყანას, ნუ ანგრევთ, ნუ უტევთ ეკლესიას. ნუ გახადეთ აღვირახსნილი ეს ქვეყანა, ბორდელებათაა ქცეული მთელი თბილისი. მთელი აფრიკული ქვეყნების სექს ტურიზმის ცენტრია, ვინახართ თქვენ, მაგრამ თქვენ სწორად აკეთებთ. იმისთვის რომ გარყავნა და გაათახსირო ქვეყანა, ეს არის უმოკლესი გზა მის გასანადგურებლად და ეს მიმდინარეობს ახლა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველაფერს დავაკვირდეთ, მე უკვე კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ ჩავერთვები აუცილებლად, სხვა გადაცემებსაც გავაკეთებ, ლექციებსაც აღვადგენ და ყველაფერს ასე რომ დიდი მადლობა ვინც უყურეთ, მადლობა რომ ხართ ყურადღებით, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჩვენ არ გვმართებს ემოციები, ჩვენ არ გვმართებს ვინმეს ლანძღვა და გინება, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დაკარგვის საფრთხის წინაშე. იმიტომ რომ ის საითკენაც მიდის საქართველო ემზადება დიდი ომისთვის რუსეთთან. კარგია რუსეთი, ცუდია რუსეთი, არ მაინტერესებს. მე არ მინდა ევროპა რუსეთის დაპირისპირებას გადაყვეს საქმე. ევროპა რუსეთის დაპირისპირებას 1921 წელს გადაყო ეს სახელმწიფო. დღემდე არ გინდათ გაიგოთ ხომ რატომ დაგიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წლის 23 არ გინდათ ხომ გაიგოთ. კარგი. მეორე ასევე გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო და გარე ძალიან სერიოზული ფაქტორების გამო 1992 წელს დაამხეს მეორეჯერ ქართული დამოუკიდებლობა. არც ეს არ გინდათ გაიგოთ, ხო სწორია? და ეხლა ჩვენ ვადგარდავთ ზუსტად იგივე გზას, რომელიც აუცილებლად დაამხობს ეს ქვეყანას, იმიტომ რომ ევროპა რუსეთთან ომს არ გადაიფიქრებს. ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი მათთვის, თუმცა რას მიიღებს აქედან თქვენ თვითონ დაინახავთ და მე არ მინდა საქართველო იყოს. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე.